რა გავაკეთოთ თუ ვინმე სხვების წინაშე ჩვენზე ცუდს ამბობენ. აი როგორც წეღავთ დაცინვასთან დაკავშირებით. გაუშვიდათ თქვას. თუ შეგიძლია რომ ეს მოითმინოთ და სამაგიერო არ გადაუხადო, შენ დიდებული ადამიანი იქნებ. და თუ ამას იმასაც მიუმატებ, რომ მისთვის გულში ილოცებ და ცოტა ხანი მოითმენ. იცი რა მოხდება? გავა დრო და ყველაფერი გამოაშკარავდება, რომ შენ ესეთი ღირსეული ადამიანი იყავი და ის ადამიანიც შეიცვლება. ოღონდ ამას ჭირდება მოთმენა. მაშინვე შედეგი არ იქნება. ახლა მაგალითად, თქვენ და დედიკო ნამცხვარს აცხობთ და შედეთ ეს ღუმელში. და ის ერთი სული გამოიღო და არ დააცადე და მაშინვე გამოიღე. გემრიელი იქნება? უნდა ცოტა მოითმინო. შეიძლება კბილები გიკაცკაცებს, რომ საცა უნდა გამოგლიჯო იქაურო, მაგრამ რაც უფრო მეც მოითმენ, მით უფრო კარგი გამომცხვარი დაგხვდება, ხო მართალია? ამიტომ მოთმინება ჭირდება ყველაფერს. არ უნდა გადააჭარბოს, მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ეგეც მართალია.